Არაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა 100-ზე მეტმა მუშამ დღეიდან უვადო გაფიცვა დაეწყო. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ფასიანი შვებულება, ბიულეტინი და კვირაში ერთდღიანი დასვენება. ასეთია საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორ ჩინურ კომპანია ჩინეთის რკინიგზის 22-ე ბიუროს მიერ ხარაგაულში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების მოთხოვნები. რამდენად დაცულია კერძო სტრუქტურებში დასაქმებულთა შრომის უფლებები, თემაზე დღევანდელ ეკონომეთში ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი ვიტალი გიორგაძე. მოგესალმებით ბატონო ვიტალი. დღეს ზვარეში უვადო გაფიცვა დაიწყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით უკმაყოფილება ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში შეინიშნებოდა მუშების გათავისუფლების გამო. რომ გაგვარკვიოთ რა მოხდა ზვარეში და რამდენად სამართლიანია გაფიცულთა პროტესტი. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს. ზვარეში ნამდვილად რთული სიტუაციაა. ჩვენ სახელზე გვაქვს შრომის კოდექსის უხეში დარღვევა, სახელზე გვაქვს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ასევე პრობლემებია ეკოლოგიის კუთხით. ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგმართა ზვარეში დასაქმებულმა ადამიანებმა დაახლოებით 1 თვის წინ და ჩავერთეთ აქტიურად საქმეში, ხოლო სიტუაციაში ბოლომდე გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა შემდეგი პრობლემები. ადამიანები მუშაობენ კვირის განმავლობაში 7 დღე და მუშაობენ 12 საათი, მათ არ აქვს ფასიანი შვებულება, მათ არ აქვს ზეგანაკვეთური საათი, სანაზღაურება, მათ არ შეუძლიათ ისარგებლონ ბიულეტინით. ყოველივე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვიმართეთ შრომის სამინისტროს და სამინისტროს აქტიურად ჩაერთო, წარმომადგენელი იქნა გამოყოფილი, დაიწყო მოლაპარაკებები, თუმცა ყველასგან უცნაურად, თითქმის ყველა საკითხზე მიღწეული იქნა, როცა მიღწეული იქნა შეთანხმება, მხარე, ანუ ჩინური კომპანია მოულოდნელად გავიდა მოლაპარაკებებიდან და მათ განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან, რომ გაიფიცონ თანამშრომლები და არ აპირებენ ამ მოთხოვნების შესრულებას. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. ზედაყრდნობით გააკეთა ჩინურმა კომპანიამ ასეთი განცხადება, ანუ მას კანონი არ ავალდებულებს თუ კანონის არ ეშინია, საინტერესოა. ჩვენც გაუგებრობაში ვართ, აბსოლუტურად ყველა კანონის ნორმა და ადამიანის უფლება თუ ყველა კოდექსი აბსოლუტურად დარღვეულია. არ ვიცი რატომ აძლევს ეს კომპანია ამის თავს ამის უფლებას. იქ ადამიანები იმყოფებიან მონურ მდგომარეობაში, თქვენ ვერ წარმოიდგინეთ რა მძიმე მდგომარეობა. აქ არ არის მარტო საუბარი თუნდაც შრომის კოდექსის დარღვევაზე, აქ არის დამსაქმებულსა და დასაქმებულ შორის დამოკიდებულებაზე, არის აბსოლუტურად ცინიკური დამოკიდებულება, ხშირად ხდება შეურაცხყოფა ქართველი დასაქმებულების და ეს შეიძლება საგანგაშო სახე მიიღოს ამ ყველაფერმა. არ ვიცი რატო აძლევს ჩინური კომპანია ამ თავს უფლებას, რომ ესე მოიქცეს, თუმცა კავშირები და დასაქმებულები ნამდვილად არ აპირებს უკან დახევას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის დამსაქმებლებმა კანონის დაცვა ისწავლონ. ჩვენ არანაირი ფობია არ გვჭირს ჩინური კომპანიის და ზოგადად უცხოური კომპანიების მიმართ, თუმცა რასაც ეს კომპანია აკეთებს, ეს არ არის ბიზნესი, ეს კომპანია გვთავაზობს, რომ დასაქმებულები ამუშავონ როგორც მონები და მათ არ შეუძლონ მინიმალური საკანონმდებლო მოთხოვნები. ბატონო ვიტალი, აი ესეთი კითხვა ჩნდება. თქვენ მოგმართათ 1 თვის წინ. მანამდე კმაყოფილები იყვნენ პირობებით, იმიტომ რომ რამდენადაც ცნობილია ახალი კონტრაქტის პირობებმა გამოიწვია პირველ რიგში მუშების აღშფოთება. საქმე იმაში გახლავთ, რომ რა თქმა უნდა, რომ დასაქმებულები როცა მივიდნენ აღნიშნულ სამუშაოზე, ისინი განიცდიდნენ ყოველდღიურად განიცდიდნენ ამ პრობლემას, თუმცა ჩვენ მოგმართეს 1 თვის წინ და აღმოჩნდა, რომ არანაირი შრომითი კონტრაქტები ამ დასაქმებულებთან არ არსებობს, რამოდენიმე ადამიანთან რაღაც ბუნდოვანი კონტრაქტია. წარმოიდგინეთ, არ არის შრომითი ურთიერთობები მოწესრიგებული შრომითი კონტრაქტები, წერილობითი კონტრაქტები და აი ესეთი რაღაცა ქვის ხანის პირობებით არიან ეს ადამიანები დასაქმებული ბუნებრივია, ამ ყველაფერმა დაგროვდა და გამოიწვია ეს პროტესტი. აი ამასთან გვაქვს ყოველთვის. დღეს დაიწყო გაფიცვა, სანამდე გაგრძელდება ეს გაფიცვა და როგორია დღეს გაფიცულთა პირობისა მოთხოვნები? გაფიცულთა მოთხოვნები არის მხოლოდ ის, რომ მათი შრომითი ურთიერთობები, მათი შრომითი საქმიანობა მოექცეს საკანონმდებლო ჩარჩოში და კანონი იქნა საფუძვლებული. რაც შეეხება გაფიცვას, დღეიდან დაიწყო უვადო გაფიცვა და სანამ არ შედგება მოლაპარაკება, სანამ არ დაკმაყოფილდება დასაქმებულების მოთხოვნები, მანამდე გაგრძელდება გაფიცვა. და კომპანია ამაზე რას პასუხობს? დღევანდელი გაფიცვა შეჩერდა სამუშაოები. კომპანიის პასუხი ამაზე როგორია? კომპანიის პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს, ანუ კომპანია არ გამოსულა კონტაქტზე, ჩვენ ველოდებით რომ შედგება მოლაპარაკება და გაიმართება, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი რაღაც დამატებით რაღაცეებზე, აქ არის საუბარი ელემენტარულ რაღაცეებზე, აქ არის საუბარი რომ მოწესრიგდეს, სამართლებრივად მოწესრიგდეს, ეს უფრო დაიცვას დამსაქმებელმა კანონი. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა და მე მგონი სახელმწიფოს და ყველა ვისაც ხელმწიფება ამ პრობლემას სახელმწიფო ახსენეთ თქვენ ჯერჯერობით რაც ჩანს რკინიგზელებს გვერდით ჩაერთო მოლაპარაკებებში კომპანიასა და მშენებლებს შორის შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყება, თუმცა შედეგი
არაფერი შედეგი არ დაიდო, კომპანიამ არ გაუწია მოლაპარაკებებს ანგარიში, როგორც თქვენ ამბობთ. სხვა სტრუქტურები, ხელისუფლებიდან რომელი შეიძლება ჩაერთოს, რომ რაღაცნაირად მივიდეს მდგომარეობა იქამდე, რომ ორივე მხარის ინტერესები მეტნაკლებად დაკმაყოფილდეს. უფრო მეტიც. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ობიექტზე, სადაც აღნიშნული კომპანია ახორციელებს საქმიანობას, დარღვეულია ყველანაირი პირობები, ყველანაირი კუთხით არის პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი ორგანოები იქნება საგამოძიებო ორგანოები, პროკურატურა თუ ყველა ორგანო თუ გარემოს დაცვის სამინისტრო, ყველა უნდა იყოს ჩართული აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. კარგით, რკინიგზის დეპარტამენტი რამდენად ჩაერთო ამ ყველაფერში, რამდენად ცნობილია, სწორედ რკინიგზის დეპარტამენტის კონტრაქტორია ჩინური კომპანია, რომელიც ამჟამად სამუშაოებს აწარმოებს. საინტერესოა, რამდენად არის ჩაბმული რკინიგზის დეპარტამენტი. ჩვენთვის უცნობია აღნიშნული კონტრაქტის პირობები, სამწუხარო, ჩვენ როდესაც ვიმართეთ რკინიგზას, რკინიგზამ გადაგვამისამართა კომპანიასთან, რომელიც არის მათი განმარტებით ეს არის ზედამხედველობას ახორციელებს ეს კომპანია, ეს არის ILF, ავსტრიული კომპანია, ხოლო როდესაც დაუკავშირდით ამ კომპანიას, მათ გითხრეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია გახლავთ კონფიდენციალური და ვერ გაასაჯაროებენ. ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, როგორ ხდება კონფიდენციალური დასაქმებლების შემოყვანა ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული კონტრაქტი აუცილებლად უნდა იყოს გასაჯაროებული. ანუ რაზეა საუბარი, რომ დავაზუსტოთ, კონტრაქტი დაიდო რკინიგზის დეპარტამენტში საქართველოს რკინიგზასა და ჩინურ კომპანიას შორის და ამ კონტრაქტის პირობებია გასაიდუმლოებული. დიახ, ამ კონტრაქტის პირობები ჩვენთვის არის უცნობი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რკინიგზის პროფკავშირები ვართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობა და ამ გვირაბის მშენებლობა, მიუხედავად ამისა, ვერანაირად ვერ დავუშვებთ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს დასაქმებულების მონური შრომის ხარჯზე. აქ მონური შრომის ხარჯზე კიდევ ჩნდება ერთი კითხვა, რამდენად უსაფრთხოა ამ წუთში მათი შრომა? რამდენად დაცულია უსაფრთხოების მინიმალური პირობები? ეს გახლავთ პირველი პრობლემა, ესა რა თქმა უნდა უმთავრესი პრობლემა. გაფიცვა დაიწყო დღეიდან უვადო, მაგრამ 3 დღეა უკვე თანამშრომლები ვარსაცხადებენ მუშაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ იქ არ არის დაცული უსაფრთხოება, მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და პირველი რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს, ეს არის უსაფრთხოება. ბუნებრივია, იქ არის შესული იყო შრომის ინსპექცია, ჩვენი პროფკავშირების ინსპექცია შესული იყო, დაიწერა შესაბამისი დასკვნები, დარღვეულია აბსოლუტურად უსაფრთხოების ყველა ნორმა და იქ დასაქმებული ადამიანები რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს გროშების ფასად. აქვე კიდე მინდა დავამატო, რომ დისკრიმინაციული, ასე ვთქვათ, მიდგომა კომპანიის მხრიდან კიდევ გამოიკვეთება იმაში, რომ ჩინელები მაგალითად იგივე პოზიციაზე დასაქმებულ ჩინელებს 3ჯერ და 4ჯერ და 5ჯერ უფრო მეტი ხელფასები აქვთ, ვიდრე ქართველებს. მაგალითად 3500 ლარი თუ აქვს ჩინელს ერთი და იგივე პოზიციაზე დასაქმებულს, ქართველს აქვს 750. აღნიშნულ კომპანიაზე იძახით? და ბოლო კითხვა ცოტა დრო ხრჩება, რას აპირებთ თუ კი არ წამოვიდა კომპანია დათმობებზე? პროფკავშირი მთელი თავისი რესურსებით და იქ დასაქმებული ადამიანები კანონის სრული დაცვით განახორციელებს ის უფლება ჩვენ გვაქვს, ეს არის გაფიცვა, არანაირი სრული არ ქონდა ამისი, კიდევ ერთხელ მეორე მთელი თვის განმავლობაში მოლაპარაკებების მაგიდასთან მისხედი და ყოფილიც ვიყავით მიღწეული შედეგებით, თუმცა რაღაც მოხდა საოცრება და კომპანია გავიდა მოლაპარაკების მაგიდიდან, ჩვენ შესაბამისად კანონის სრული დაცვით გავაგრძელებთ საგაფიცვო პროცედურებს და ის უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს ამ კომპანიას დასაქმებული ყავს არა მარტო ზვარეში ადამიანები, არამედ სხვა სხვა ობიექტებზე და ისინი მზად არიან შემოუერთდნენ თუ უახლოეს დღეებში არ დარეგულირდება ეს საკითხი, მზად არიან შემოუერთდნენ ამ გაფიცვას და მოხდება სწორედ პარალელიზება აღნიშნული კომპანიის საქმიანობის. ანუ ჯერჯერობით აპირებთ, რომ გაფიცვა დატოვოთ ფორმაში და გააფართოვდეს ეს გაფიცვა, თუ კი არ იქნება შესაბამისი რეაქციები. დიდი მადლობა, შეგახსენებთ ეკონომეტრის სტუმარი იყო ვიტალი გიორგაძე, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი.